საპატრიარქოს ფონდსა და ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს შორის საგრანტო პროექტების დაფინანსებაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. პროექტის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს საშუალება ექნებათ კათოლიკოს პატრიარქის ფონდს წარუდგინონ პროექტები გრანტის მისაღებად ან დასრულებული ნაშრომები სოფლის მეურნეობის ჰუმანიტარულ მეცნიერებებსა და კულტურულ სფეროში. მადლობელი ვართ თქვენი დახმარებისათვის. ჩვენ ვაგდობთ ბატონ დავით იაკობაშვილს ამ დიდი ყურადღებისათვის. ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ამ დარგს ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის და სხვა დარგების განვითარებას და ეს თანხები ხელშეუწყობს ამის განვითარებას. Სამ ძირითად მიმართულებაზე იქნება გრანტები გამოყოფილი. ეს გახავთ პირველ რიგში სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიებზე, იქნება როგორც გრანტები, ასევე დასრულებულ შრომებზე პრემიები, ასევე ჰუმანიტარულ მიმართულებებზე, ძირითადად ფსიქოლოგია, ფილოსოფიაზე, ასევე საღვთისმეტყველო თარგმანებზე და მესამე იქნება მესამე მიმართულება კულტურის სფეროში განსაკუთრებული ღვაწლისათვის, ისევე როგორც სპეციალური გრანტები გამოიყენება სასწავლო გრანტები, ეს არის ახალგაზრდებისთვის. ამ პროექტით და ამ საგრანტო ინიციატივით ჩვენ გვინდა სტიმულირება გაუკეთოთ თაობებს შორის ახალგაზრდებს და ვაწმოთ მეცნიერებს ერთობლივ შრომას და პროექტირებას და მე ვფიქრობ, რომ ეს კომპონენტი თვითონ და ეს ფაქტორი, სინთეზი ამ თაობებთან შორის გახლავთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რომელიც სამომავლოდაც მოგცემს კარგ შედეგებს.